კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული. გამარჯობა, უსმენთ რუბრიკას კანონი მარტივად, კვლავ განათლების სისტემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებს გაგაცნობთ და ამჯერად სკოლაში სწავლების ენაზე მოგიყვებით. ზოგადი განათლების შესახებ კანონით სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას. ახლა განმარტოთ. როგორც წესი, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენა ქართულია. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური, სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე. ამასთან, მეორე სახელმწიფო ენის სწავლებაც სავალდებულოა. თუ პირი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ მისთვის ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვს მიიღოს სრული ზოგადი განათლება მშობლიურ ენაზე, თუმცა სავალდებულოა, რომ მან სახელმწიფო ენაც ისწავლოს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია სწავლა მიმდინარეობდეს უცხო ენაზეც. ასეთ შემთხვევაშიც სახელმწიფო ენის სწავლა სავალდებულოა. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართული ჟესტური ენა და ბილინგური სწავლების პრინციპები. მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები. ასევე კანონით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების მიღებისას საგანმანათლებლო დაწესებულება პირის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს. ისიც, რომ ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ალტერნატიული ფორმებით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაძლებელია ალტერნატიული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ან და გაფართოებული სასწავლო გეგმით სწავლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთი მოსწავლე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ადამიანური რესურსით, პროგრამებითა თუ სერვისით, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. კანონი შესაძლებლობას იძლევა ზოგადი განათლების მიღებას ექსტერნატის ფორმით, რაც პროგრამის დაჩქარებულ გავლას გულისხმობს. დასაშვებია სწავლება დისტანციური ელექტრონული ფორმით, რომელიც მორგებულია ყველა მოსწავლეზე მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. ვიცოდეთ მეტი და ვიყოთ უფრო ძლიერები. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფროსი ტრენერი ნინო რომაშვილი. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული.